მოგესალმებით ძვირფასება, მოდით ვნახოთ, რას გვიჩვენებს დღეს ავალოგია, ჭიქა რას გვიჩვენებს. საინტერესო ფიგურები ამოვიდა. არაფერი არ შეიფიქროთ, უბრალოდ მოისმენეთ ინფორმაცია. ჩანაფიქრე გაქვთ აქ, როგორ მოვიქცე, ფიქრობ, რაღაცა გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, მაგრამ არა გეუბნებიან ზურგით დაჭექი ამ საქმის მიმართ და უნდა გაცნობიერო, რომ ზოგჯერ უნდა თქვა რაღაცაზე უარი, სხვაგვარად მოიქეციო გეუბნებიან. ვიღაცის გარშემო ხარ, ვისაც არსოს თქვენს გარშემო ყოფნა სავარაუდოდ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ხალხი ამოდის გებრძვიან. თითქოს რაღაცა ძალით ვეკონტაქტები, ან ვაიძულებ, მაგრამ არა გეუბნებიან სხვაგვარად მოიქეცე, სხვანაირად ის როგორც ჩაიფიქრე, როგორც ფიქრობ, როგორც ხედავ, ისე არა, ამ ეტაპზე არა. იმიტომ რომ იცით როგორ არის, თითქოს ვამპირებთან ხართ. ვამპირებთან, რომლებიც გებრძვიან, ან ვიღაცა პრობლემური ადამიანის განკურნება გნებავთ. არ არის საუბარი ავანტყოფზე და ასე შემდეგ, ენერგეტიკული პრობლემური ადამიანია ენერგეტიკულად. ვამპირნის ან განკურნებას ცდილობთ. ეს შეუძლებელია. თუ ასეთი ადამიანია გვერდით, ან თქვენ ხართ გვერდით ამ ადამიანთან და როგორც ფარველი ისე მოქმედებთ, ხო, შეიძლება ის დაგვარად განდევნა უნდა მოხდეს ამ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ აქ ებრძვით მას, ეხმარებით, არ ვიცი მე თვითონაც რას ვამბობ, იმიტომ რასაც ხედავ, იმას ვამბობ, ვიღაცისთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება, ხო? ებრძვი რომ დაეხმარო, ებრძვი რომ განკურნო, მაგრამ ამავდროულად გართმევს ენერგიას. აი რაღაც ასეთი ამოდის. ვიღაცის დახმარებას ცდილობ და გეუბნებიან, თავი დაანები შენი გზით წადია. ხო, ზიანს მოგაყენებენ, იმიტომ რომ წაგართმევენ ენერგიებს, ენერგობალანსირებას დაკარგავთ. ძალიან ბევრი ფიგურა, არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა ყველაფრის თქმას, ფანტასტიკური ჭიქა დღეს, საინტერესო ძალიან. დიდი სიბრაზე ამოდის, რომელიც როგორც ნეგატივი მოქმედებს თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფრთხილად იყავით სიბრაზე, დიდი მამალია, შავი ძალიან ფრთხილად იყავით. ეხლა ესეთი ინფორმაცია იქნება მეგობრებო, არ ვიცი ჩანს თუ არა თქვენთან კარგად, აქ რაღაცა იქნება შეწყვეტილი. აქ ან მეგობრებია, ან კოლეგებია, ვისთანაც იქნება შეწყვეტილი კომუნიკაცია, როგორ იცით, მე ჩემთვის თქვენთვის არ რაღაცა ასეთი იქნება, იმიტომ რომ ტოქსიკურ ხალხთან ხართ. და რომლებიც არ არიან არც დროის და არც თქვენი ყურადღების ღირსნი, რომლებიც მოშორებაც გააზრებულად აუცილებლად უნდა მოხდეს, ძალიან დიდი მთლიანად ჭიქაში არის ბევრი ხალხი, რომლებიც ძალიან დიდად ნეგატიურად მოქმედებენ თქვენზე. აი რაღაცა გააზრებულად მოხდება, უბრალოდ კი არ უნდა მოხდეს, მოხდება გააზრებულად ვიღაცას ჩამოშორდებით. ეს ან კოლეგური, მეგობრული კომუნიკაცია, ან ეს არის კომუნიკაცია მეგობრებთან. რეალურად რომლებიც არ არიან მეგობრები, არიან უბრალოდ იყენებენ თქვენს ენერგიებს, გავამპირებენ, ჩემო კარგო და აი ამათთან როგორც ჩანს მოხდება კრიზისი. განთავისუფლებით. ვიღაცას ამოიცნობთ, იცით, იმიტომ რომ თქვენ დააკვირდებით, როგორ გრძნობ თავს მათთან საუბრის შემდეგ და ესე ამოიცნობთ, ვინ არის რეალურად ეს ადამიანი, რომელიც ენერგიას გართმევს. ან დააკვირდით, ვინ ცდილობს ენერგეტიკულად მიიღოს თქვენგან ენერგიები. მოდის ინფორმაცია, რომ ძალიან შესანიშნავი ინტუიციური არხი გაქვთ. ინტუიცია. ხშირად მიენდეთ ამ ინტუიციას და ხედავ, რომ მარტო ყოფნა გიყვართ და სიმშვიდე. ან ამ ეტაპზე გჭირდებათ სიმშვიდე.
ან თუ რაიმე გაქვთ გასარკვევი, თქვათ, რაც უნდა გაირკვეს, ხო? ეს ყველაფერი გაირკვევა და მშვიდობა მოდის თქვენს ცხოვრებაში. ჩამოკიდებული არკანებით არის აი აქ თითქოს ადამიანი მიბმულია ფეხით, იცით, მაგრამ მივხედავ, რომ მომავალში თავისუფლდება ეს ადამიანი და ფეხზე დგება და მიდის. ანუ ახალი კარია აქ და პატარა ადგას ასრულებაც. ძალიან კარგ შედეგს მიაღწევთ, აი ეს ფურცლების საქმე ხელში გაქვთ, ქალბატონი ხართ, თქვენზე იყო ჯვარი, იყო რაღაცა ნეგატივი, უბრალოდ თქვენ ამ ყველაფერს მოირიეთ, ნახეთ რამხელა ნათელი ძალა გვფარავთ, მეგობრებო. სახეთმა ყველაფერი ჩანს და ეს შავი ჯვარი, ცვლილებები, რომლებსაც არ იმსახურებდით ნეგატიური ცვლილება თქვენზე მოქმედებდა. ვიღაცა როგორც პროგრამა, შესაძლოა ვარიანტი იყო ნეგატივის, ნამუშევარი შესაძლოა იყო რაღაცა. ყველაფერი სუფთა, თეთრია, მომავლის პროგნოზი აქ გაქვთ, უბრალოდ ძალიან იცვლებით, აქაც თქვენ ხართ, ნახეთ ჯვრით, აქ იყო რაღაცა ისეთი ბლოკი, ხო წინაღობა იყო და აქ უკვე თავისუფლდებით და ზურგით უდგებით აი ამ პოზიციას აწეულით მეპი გაქვთ აქ იმას, რომ მე მომავალში მიდივარ უფრო სწრაფი გააზრებული ნაბიჯით. პრინციპულად ძალიან ხართ მომავალში ფეხზე და გახართ უკვე პერიოდი ნეგატიური, ძალიან რთული ეტაპი დამთავრებული, პერიოდი ნეგატიური დამთავრებული და ვხედავთ, რომ მომავალში კარგი და ძალიან დადებითი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით, იმიტომ რომ აქ ჩანს აბსოლუტურად შეხედეთ, არაფერი არ არის. გახართ ფეხზე, მიდიხართ და ახალი ამბები, ახალი ინტერესი, ახალი კარი გაქვთ გახსნილი. წარმატებები, მეგობრებო, არ ვიცი, ვისთვის იყო ინფორმაცია, კომენტარები დატოვეთ, თუ იყო რაიმე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, 7-იანი ძვირფასებო, 100%-იანი ასრულება საქმეში, ძალიან მაგარი, არ ვიცი. ამინ, ამინ, ამინ და იყოს ასე და აქაც სხვათა შორის 7-იანია. ასრულება გაქვთ ჩანაფიქრებში, ბედნიერად, წარმატებები და დავიტოვეთ კომენტარები. ნახვამდის.